ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ მხარდაჭერას ითხოვს, რადგან რეაგირების ძალისხმევა ვერ ერევა მის გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის შესახებ 3 თვეზე ნაკლები ხნის წინ გამოცხადდა, ეს აფეთქება ყველაზე მასშტაბურია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მთავრობის მიერ გავრცელებული უახლესი მონაცემებით გამოვლენილია 3802 შემთხვევა, საიდანაც 1007 ფატალურად დასრულდა. აფეთქება ძირითადად კონგოს აღმოსავლეთით მდებარე შორეულ იტურის პროვინციაშია კონცენტრირებული, სადაც შემთხვევათა თითქმის 90% ვლინდება, თუმცა ვირუსი დაუდასტურდა 5 სხვა პროვინციაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ აკვირდება 17000-ზე მეტ პოტენციურ კონტაქტს, მათი თითქმის 80% ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინები ან მკურნალობის მეთოდები, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ პროფილაქტიკური მკურნალობისთვის იტურის პროვინციაში მიმდინარეობს პრეპარატების 2 კლინიკური კვლევა, ასევე ვაქცინის 2 ცალკეული ტესტირება გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში.